მოგესალმებით მეგობრებო, შრალიზონა დაგიბრუნდათ მეორე ვიდეოთი. როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, მეორე ვიდეო უნდა ყოფილიყო ჩვენი ჯიგერების მანქანების განხილვები. დღეს ვიღაც დაიჩაგრება. ვინ იქნება ეს ამას იხილავთ გადაცემაში. შესაბამისად დღეს აგერ ჩვენი დათო იგივე არულთა. წარმოდგენილია თავის BMW F30-ით, რომელიც არის Ultra Pro Max Quadro 2.0 Twin Turbo B-Turbo Pro Max-ი. დიახ, ნამდვილად. მე გიორგი იგივე ჭანკო, რომელიც წარმოდგენილია 4.0 Mustang-ი ძმა. 1000 მძღოლზე გადამხტარი მანქანით. Mustang-ი 2005 წლიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი ლახანკა, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნეთ. და დღეს გავიაროთ მოდიფიცირებული ლახანკების შეფასება რა. ნახავთ მაგას დაждები და ესე იგი როგორც მიხვდით, დღეს განიხილება ეს საშუალო დონის მანქანები, შესაბამისად ჩემი პრიუსი როგორც უმაღლესი დონის მანქანა ამ ვიდეოში არ იქნება, ეს უკვე მაღალ ლეველებზე იქნება პრიუსის განხილვა. ალბათ მაიბახს შევადარებთ ან რამე მსგავს, მე ვნახოთ. ეგრეა ჩანაფიქში და ვნახოთ რა იქნება. ასე რომ, ეხლა ბიჭები შებერავენ, ერთმანეთის მანქანებს განიხილავენ. მე კადრს უკან გადავინაცვლებ და ვისი ამოვნებ ამ ყველაფრით. აგერ მე და მიშო გავერთობით. მე ვარ ოპერატორის მანქანა, ასევე რო იცოდეთ. დღეს ჩემი პრიუსიდან კადრები დაიდება ამ მანქანების, აი რავი, საოცრება. აბა, შეუბერეთ. აი, როგორც ბაჩომ აღნიშნა, დღეს განვიხილავთ ერთმანეთის მანქანებს, ვიქნებით ძალიან ბრუტალურები და არაფერში არ დავინდობთ რა. მე პრინციპში მე არაფერში არ ჩემი აზრით. ესე ჩვენი მანქანები, მეგობრებო, წარმოგიდგენთ 4.0 ამერიკული მანქანების გატესტვაზე. გადაიღე ბიჭო, ხო არ გადავა, ვერ ქოგავს. მეგობრებო, ექსკლუზიური კადრი გაიჩითა, მანქანას ვერ ქოგავს და ეხა ოპერატორი და მე ვეცდებით რომ დაგნიში დავაქოქინე. გათიშე კამერა. ამ მივაწვეთ. გათიშე კამერა, არა. მოდი. აი რა ვიცმა. ეს მანქანა მიწოლით უფრო ხშირად არის დაკოქილი, ვიდრე თავის ხოდით ძმა. ზადნიში. ოხელები დამეწო. მიდი ბიჭო. მოიც 1 2 3 აი, მაშინ დავიწყოთ მეგობრებო. როგორც ხედავთ, მანქანა დაქოქილია, აი ხა ისმის თუ არა ხმა არ ვიცი, მაგრამ დაქოქილი დავტოვეთ, რომ კიდე არ მივაწვეთ, დაგვეწვა ხელები. ვიზუალურად ეხა ისეთი არაფერი არ არის, შეიძლება კადრში სარჩანს. დეტალებში და ჩავყვეთ რა. როგორც გიორგი აღნიშნა, 4.0 არის ეს მანქანა და დევს ამერიკული მონსტრი და ეს ჯაჭვებით აყავს დაბმული, რომ არ გაექცეს რა. შეიძლება აუხტეს უცბად და გამოცხებს თუ არა გადმოდის მანქანა. იმენა ბრატი უზის შიგნით, ოღონ ძრავის სახით რა. სხვა არაფერი ხო ვიზუალურად 1000 მძღოლზე გადამხტარი მანქანაა და მოგეხსენებათ რაც არის გარედან. ამ დისკებზე სული გაყიდა, იმენა სული გაყიდა, 1000 ვალი დაიდო, რომ წინა მხარეს BBS-ები იყენებოდა რა. მეორე დისკებიც აქვს, უბრალოდ ამის ფული არ აგვაქვს ეხა. პადვალში ულაგია და კოროზია უჩნდება იმ დისკებს და თუ რაღაცა იქნება და ცაურად გაიხსნება, მერე იმ დისკებსაც გადააცვალს. სპორტულ დაკიდებაზეა რა. ამერიკაშია ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი და NASCAR-ის რბოლაზე მანქანას დედა და იმის დაკიდება გამოგვიგზავნეს და აყენია ამ მანქანაზეც. იმენა აი საშინელი დაკიდებაა რა. აი ეს გადაიღე რა. ეს არის ეგრეთ წოდებული ფუჩუს მაგნეტი, ანუ ყველა მუსტანგზე არ აყენია. ამას მარტო ამას აქვს. ზომბები ვითახტებიან გოგოები რო გაებინელა რა, ესე ეჭიდებიან და გიო ჩაგვისვი უნებიან. უკანაც ორი გრუჩტელი არის, ხმა აქვს ძალიან დიდი.
აი მანქანაზე დიდი ხმა აქვს. უბრალოდ გიორგი მოწესრიგებული ბიჭია და ცდილობს რომ ქალაქში არავინ შეაწუხოს და ძირითადად ნეიტრალით დადის. ეხლა ვნახოთ ამისი ხმა. ნელა გავაღებ, რამე რო არ მოძრეს ან აბიუკა ან რაღაცა. ეს ხელით უნდა დააფიქსირო გახსნის და დაიმახსოვრეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პერემიჭკები. ყოველთვის და ყველგან მეგობრებო. ეს არის გიორგის განუყოფელი მეგობარი. ეხლა კი გაჩვენებთ ხმას. გიორგი არის ძალიან საყვარელი ადამიანი, გიორგი ყველას უყვარს, ყველასთან მეგობრული არის, მაგრამ არ უყვარს მის მეზობლებს, იმიტომ რომ გამთენია აღვიძებს ყველას. უბანში გიორგის სამეზობლოში ბუძელნიკას ეძახიან მეზობლი. ეხლა რაც შეეხება ინტერიერს. ეს არის გაცვეთილი გონკაობაში, არ გეგონათ რომ ხმარებაშია. კორიკები არის გაპრიალებული, სპეციალური კორიკების ხსნარი გიორგის თან ყოველთვის არის ბაგაჟნიკში. რაც შეეხება ამას. ეს ციგნის ბავშვს გახადა საროჭკა და იმისგან შევკერეთ, ეს ძალიან ლამაზია. ეს თავდაყირა რატო არ? ჩვენი ძმა აწამებს ხო რა. სხვა ისეთი განსაკუთრებული ვიზუალი არა აქვს, როგორც ჩვეულებრივი მუსტანგი ისე გამოიყურება რა. აი ეს ფართუკები აღწორებს. გიორგი არის სიმპათიური ადამიანი და მისი პირველი ნიუანსი იყო რომ დიდი სარკე ქონოდა, იმიტომ რომ ნარცისი ადამიანია და სულ ცდილობს რომ თავის სახე პარიატკაში გამოაჩინოს. სუნის ჩამოსაკიდებელი აქ მეგობრებო, აი სიქსი, იმიტომ რომ Mitsubishi Coltis ჰაერის დასაბერები აქვს ამ მუსტანგს. ვისაც ყავთ Mitsubishi Colt გეცოდინებათ რას გულისხმობ. სხვა განსაკუთრებული ეს დიდი მონიტორი, სადაც შეგიძლია ფეხბურთის ტრანსლაცია გაუშვა. სხვა დანარჩენს გზაში მიგახვედრებთ. გიორგი მუშაობდა ერთი პერიოდი სამშობიაროში. ქალები, რომლებიც ბადებოდა მიმავალს. ეს ამოჭე. ყლეობა. ვაფშე არ არის ამოწელი. რა უნდა ჩაქრეს ბიჭო გადაო. ხაში ეს მანქანა კომფორტულია, თუ არის კაი ასფალტი დაგებული რა. აი პატარა კენჭიც რო დააგდოს ვიღაცა ბავშვმა, აი ესეთ მოძრაობებს აკეთებს რა. ამორტიზატორები აქვს შესაძლებელი, მაგრამ კიდია. ეხა ფორდი გვეგონკავება. კი არ იცის რომ ამის ბაბუაა ეს მანქანა, მაგრამ გვეიაზვება. სამართავად, ანუ აი რაღაც ისეთი არ არის. სუცუც არ ვიტყვი, მოდი რა, კაიც თქვათ რა. ახალგაზრდულია, რაღაც ახალგაზრდული ვაიბი მოაქვს. ბაჩოს პრიუს ჯობია რა, თუ ეხა იმპოტენტი მანქანასთან შედარებით ეს არის რა, ვაფშე სხვა გალაქტიკა. საკაიფო. კაია, ხო? კაია, მე მომეწონა ეხა, ხო, ანუ მე მართვაში უფრო ბევრ დაჯმას ვაპირებდი, მაგრამ აი ვერაფერს ვიტყვი რა, კაი მანქანა არის რა. ოღონდ სამართავად ეხა. ხარისხმა შემოგვს მომდე. კონდიციონერი ჩერდა და აუწიეთ. აუც, დაგცხა ხო შენ? ბიჭო, ხო? ბიჭო, კონდიციონერი არა აქვს ამ მანქანას რა, არ არის ეხა ამ მანქანაში მაგის ფუფუნება, მაგრამ შენთვის მე ყოველთვის ვფიქრობ და აი ეს შეგიძლია ჩაირთო და გაგრილდე. ამას გავაჯმევინოთ, აი აქ არიდება ეს, თორე კაროჩ ხელში დაიჭირე და გაგრილდი ისი ამოვნე ძმაო. ეგ არის ყველაზე მაგარი რა. ზაფხულში გიორგი არ ნახულობს ხოლმე დიზითადად გოგოებს. აქ ჩაუჭობა ორივე სკოტაპი. ამას ხო ეგ არის დატრიალდება. შეგიძლია ფანჯრებს აუწიო ეს. თისყალი არ ხო? გიორგი ზაფხულში არ ნახულობს ხოლმე გოგოებს რა, ძირითადად ზამთარში, იმიტომ რომ ზაფხულში ჩვეულებრივი საუნა არის.
აი მანქანა. მოდი მეღვეც შევიკრავ, იმიტომ რომ გიორგი ვალებში იხჩობა. ვიდეო ჩაგივა. გიორგი ვალებში იხჩობა, იმდენი ჯარი მაქვს და მოდი მე იმას ვიზავ ახლა, ღვეც შევიკრავ, რომ ჩვენს პოლიციელებს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ კიდევ ერთი ჯარიმა გამოწერა. ღამის 2 საათზე ძალიან იდეალურია რა. გიორგის სხვა შორის ვაკანსია ქონდა გაგზავნილი ბეტმენის პოზიციაზე, იმიტომ რომ დილით გარეთ ვერ გამოდის, იწვება. ძირითადად ღამე მუშაობს, მეგობრებო. ამანქანით დილით სადმე სიარული არის ძალიან ცუდი რა, იმიტომ რომ ძალიან დაგცხება რა. კონდიციონერი რო კონდეს, იმენა მაგრად შევაქებ. კონდიციონერი რო არ აქვს, იმენა საშინელებაა რა. მით უმეტეს მე ფუფუნებაში გაზრდილი არა ვარ, მაგრამ მიჩვეული ვარ ფუფუნებას და არ მევასება რა ეს სიცხე და რაღაც. მაგრამ თავის ვაიბი ეხა ანუ სულ სხვა რაღაც მინდოდა რომ ამანქანაზე მელაპარაკა და ნუ იასწორებს ამის დედასაც შევეცე. აი მანქანა. ვიდეო ჩავა. ვერა ხო, აი მინდა რომ ეხა რაღაცა იმენა მაინც აქვს. თავისი პეწი აქვს რა. როგორც არ უნდა ნაწყობა. просто აგარო არ იქოქება. აი ხო რა, ეხა რომ გოგოსთან ყოფილიყო მაგარი ჩემიანი გოგო. მაგარი ჯანიანი გოგო იყო. საერთოდ გიორგის თამასა არის ჯიმის გოგოები რა, ანუ გიორგის გულს ვერ მოიგებ თუ გიორგის გულს ვერ მოიგებ თუ ჟიმზე 120 კილოს ვერ წევ. გოგოებო, ვისაც გიორგი მოგეწონებათ, გაითვალისწინეთ. ჯერ 1-3 თვე უნდა იკაჩაოთ, რომ მერე გიორგი დაითრიოთ რა. და პრაგლატკას შეცვლა უნდა იცოდეთ კიდე რა. გალოკის მოხეხვა თუ იცი პირდაპირ ცოლად მოგიყვანს. ბუგაროკებზე ხისტია რა, აი ძალიან ისე გადადის რა. ბანზე მაგრა გაასწორებს. ქალაქისთვის ცოტა ის არის რა. მაგრამ აი ყველაზე მაგრა მე რაც მევასება არის მექანიკა. აი მექანიკას თავისი ის ვაიბი აქვს რა, აი ასწორებს. კოსმეტიკა და ძალიან კარგი. ხო, აი კოსმეტიკა ხო, ბაზარი არა. აი ამანქანას კოსმეტიკა რო ჩაუტარდე, სალონი შეიკეროს. აი ეს მუსტანგში ვარ და ესეთი დაგვრკი. აი კარგი, რაღაცა ბიჭო, კარგად სპორტი მე დიდი ვარ და აია ხო რა, აი კოსმეტიკა, სალონი შეიკეროს, ის Mercedes-ის რელეები და ვენტილატორები და Renault-ის რაღაცა ჩოთქები და ისინი დაიცვალოს. იმენა ეს არის მოდი ამანქანას დავარქვათ Optimus Prime, იმიტომ რომ თავისი არაფერი უყენია. აი ეს არის მარტო თავისი, ეს საჭერა, დანარჩენი Opel-ის ტრუბები. აი გიორგის მანქანით გავიარეთ. როგორც წერან გითხარით, რაღაც დეტალები აქვს, რაც გასაუმჯობესებელია. მართვით მე პირადად მომეწონა. ერთადერთი აი ამ ვენტილატორებს დავაყენებდი ყველა კუთხეში, რომ თელი სიგრილე წამოიღოს. ან Fiat-ის კონდენსიონერის რადიატორს ვიყიდიდი, გადავაკეთებდი და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნებოდა რა. ოდეს მე ან ჩვენ ვიდეოში ან რამე ისეთი თუ მოხდება და ეს მანქანა აღვადგინეთ და პირვანდელი სახე მივეცით, გიორგის ძალიან გაუსწორდება რა და აღარ იქნება ბეტმენი და მარტო ღამის 2 საათზე არიulis რუსთავში. ეხლა კი გიორგი განიხილავს ჩემ მანქანას, მეგობრებო, და იტყვის თავის სათქმელს რა. მე დავამთავრე, მომეწონა გამანებიც თავი ტვინი. შემიძლია? აუ ბოდიში სანამ გიორგი განხროს დაიწყებს, აი ეს გასაღებზე ჩამოუკიდე და შეუულია რომ კაროჩე ყველგან ამით წახვიდე. მე მაჩუქე ნუა ჩემ კამერაში. ეგ ერთადერთი მინუსია რო იცოდი ამ მანქანის, მაგრამ რო არ იქოქება ის. შეუდგეთ R500 BMW-ს განხილვას. პირველი ახლა ვიზუალურად რაც თვალში გხვდება, თუ ღამეა, ენჯელა ისე, მაგრამ ახლა დღეა. ასე რომ ტუჩი, რომელიც უკვე მესამედ შეიცვალა და თუ ვინმე გამოჩნდება BMW-ში, კი გთხოვთ რომ აჩუქოთ ან იაფში მიყიდოთ. ვიზუალურად რაც შემიძლია ვთქვა ამ მანქანაზე, ერთი ის არის, რომ დისკები არ მომწონს, კუზავო მომწონს სხვათა შორის, მაგრამ პრიუსები ვით რო დადიან უკვე სამკონაში ერთი, ეგ არ მომწონს. ამე შიგნიდანაც მინდა ვნახო რა კიდევ ერთხელ. ლურჯად არის და მაინც რა ვიცი, გერმანელი სეხები და.
საჭე დამიფიქსირე. აი ამ საჭეზე ახლა ცუდს მაგალითად ვერ ვიტყვი რა, მე პირადად მომწონს ეს საჭე. ტყუილად არ დავიწყებ ახლა ტუდას უდას რაღაცებს. აუ რავი ბაზ რო ვაფშე არც ვიცი ზმა, პრინციპში. მანქანა რა უნდა აუ ანუ სალაპარაკოც არაფერი არ ერთადერთი ჩართულია? აი სალაპარაკო საერთოდ არაფერი არ არის რა. ყველა მიცის რავი დღეში ალბათ 50 ჯერ ხედავენ ამ მანქანას, სხვა თუ არაფერი. ერთადერთი ამ მანქანის უნიკალური მხარე რაც არის X-Drive, რომელიც საერთოდ არ ვიცი რატო შექმნეს და მეორე მონსტრი 2-დან 0. მთელი 123 ცხენით. ჩემი ტელეფონზე მიყენია ზუსტად ეგ პაროლი ძმა. შემიძლია 123 ავკრიფავ და მოვხსენ. მეუნება გავგორდეთო, დავდგეთო, მაგრამ მე რა ვიცი, ანუ აზრი არ აქვს უბრალოდ ამ მანქანასთან გაგორებას. ერთადერთი მიზეზის გამო რომ უნდა ვაყლევ კატალიზატორები ცოდე. ნუ მთელი ბოლი უნდა ყლაპო ჩათვალე, რა ძრავის, ანუ მეტი არაფერი არ იქნება მან. აი ესენი მომწონს. შეგვიძლია გადავიღოთ. ეხლა ვნახოთ ხოდში როგორი არის ეს მანქანა, რა? გავისწოროთ ძიანი. აქ არის ხო კონდიციონერი, ჩემთვის ცოტა უცხოხილია. უკვე ძალიან დიდი ხანია. აი ეს დამიფიქსირე გეხვეწები რა. აი ეს გასათითი მოწყობილობა უნდა. ჩემი მექანიკა კი. მასკვიჩა გაიჩიტა. ჩვენ დათოსგან განსხვავებით სიგრილეში ვიმგზავრებთ. სიგრილეში შევაფასებთ მის გერმანელ ცხოველს. აიშხლიგენ დოლჩენს. ასე ქვია, ასე ეძახიან. თუ შეიძლება. აი ხლა პირველი რაც სხვაობა აქვს ჩემ მანქანასთან, აი ეს სიარულში, ეს ახლა რა თქმა უნდა ბევრად რბილი არის. მოგეხსენებათ არ უთამ უკვე თქვა რომ ჩემი სპორტული დაკიდების სისტემაზე არის. PC Racing-ი თუ ვინმე საინტერესებს, ჩემი უფრო კაცრია, აი ნახე. ჭრიალი ისმის ტორმოზები ის. ოცდაათი მეგობრებო, არა რული ხელში ძალიან კარგი არის, კომფორტულია. აი ამ ადგილების გარდა, აქ ცოტა ისეთი მაშინ ეს უნდა გეჭიროს. აი ამ ადგილების გარდა, აი გამოწეული რაც არის. აქ ხელის მოკიდვა ცოტა არაკომფორტულია. აი აქ თუ მოკიდებ ცოტა დაბლა გაქვს ხელი. რა, ნუ გასწორებადი არის იდეაში. რული ვიზუალურად მომწონს. სალონი ახლა რავი, რო თქვა დიდი არაფერი რა. ეკრანი აქვს, მაგრამ ჩემ მანქანასავით აქ ფეხბურთის ტრანსლაციას ვერ გავუშვებ, ვერაფერს ვერ უყურებ, რო გინდოდეს. ხმის აწევ-დაწევა, ჩვეულებრივი გერმანული კნოპკებია რა, რომლის მერე ხელი უნდა დაიბარო, მაგრამ სამწუხაროდ წყალი გაგვითავდა ამ მომენტში და გავჩერდებით მაღაზიასთან, აუცილებლად ვიყიდით რომელიმეს. აი, ბევრად უკეთესი. დავითას ჯდომისავით მე ვერ ვზივარ სამწუხაროდ და რულიც ბევრად მაღლად მომწონს. რა ვიცი, რა არის სალაპარაკო ამ მანქანაზე? ჩემზე ბევრად უკეთესი ტყავი აქვს, მაგას ვაღიარებ. მაგრამ ეგ ჩემთვის საერთოდ არ არის პრობლემა. გააჩნია ავტომოყვარულს რა უყვარს მანქანაში. ჩემთვის მანქანა არ არის მაგალითად გადაადგილების საშუალება. ეს მანქანა გადაადგილების საშუალებაა რა. ჩემ მანქანაზე ბევრად ცოტასაც წვავს ფაქტი. რავი, ვიზუალურად უფრო ახალი 2017 წლიანია. მეტად მოვლილი არის ვიზუალური მხარე, რა თქმა უნდა. ძრავში, ცხენის ძალებში და თორკში თუ მიდგება საქმე, ჩემი მანქანა ბევრად გასართობი არის რა. უკანა წამყვანი თვლებით ეს წეგან როგორც ვახსენე X-Drive-ია. X-Drive მე პირადად არ მომწონს. ანუ სწორზე მიდიხარ და ანუ არაფერი რა ხდება მაგ დროს. საერთოდ ვერ ვიგებ. ანუ მე მანქანას როცა ვატარებ, მანქანისგან მინდა ემოცია, რომელსაც ჩემი მანქანა ნამდვილად მჩუქნის რა. და ეს მანქანა ისეთია რა, აი AB პუნქტი და მინდა ვიყო აუდი. მინდა ვიყო აუდი არის კი სადღაც. სხვათა შორის გერმანელებში აუდს ყველაზე მეტად ვაფასებ. მერე BMW-ს, სისწრაფის გამო. და მერე ალბათ Mercedes-ს რა. ესე დავალაგებდი იერარქიას. მაგრამ Mustang-ი რა თქმა უნდა პირველ ადგილას არის, Ford-ი
შეიძლება ვიღაცისთვის ტაშტი იყოს, ვიღაცისთვის უხეში მანქანა, მაგრამ მე მოვწონს მისი სიტაშტეც, სიუხეშეც. ანუ ჩემთვის არ არის ანუ პრიორიტეტი არ არის ჩემთვის კომფორტი და რავი რაღაც ყველაზე ხარ ანუ ის კომფორტი რაც მანქანას უნდა კონდეს, აი რაც უნდა კონდეს ელემენტარული, მინიმალური ეგ კომფორტი ჩემ მანქანას აქვს რა და ეხლა ამაში დიდ განსხვავებულს ვერაფერს ვერ ხედავ რა ანუ სტანდარტული მანქანაა რა ანუ ყოველდღიურად სასიარულოდ კომფორტულია, რბილია, ვიზუალურადაც ეხლა ვერ ვიტყვი რომ მახინჯე ლამაზია რა ну ერთი დიდი პლუსი კონდიციონერი კიდე მინდა ხაზი გაუსვა 0-100 თქვენ მოგმართავთ დიდი თხოვნით მეგობრულად თუ დაგვიდგებით გვერდში და ჩემ მანქანას პროექტად დაიღებთ ვიცი რომ ძალიან კარგი გამოგიბათ შევეროთ ვერ ბაზრობთ რა просто მანქანა არა აი ვაფშე აი არაფერი აქვს სალაპარაკო ხო ანუ დაჟე აი დავითამ არუთამ აუდი არ არის ვარიანტი ეს რა ათებს ბიჭო რა ათებს როგორ მარიაში რა ათებს და საბურავები ანთებს უეჭველი ბლუთუზი აქვს დაბრედილი უეჭველი ბლუთუზი აქვს დაბრედილი ჩემთან გამოაჩინეთ ხო ის ნაძვის ხერო არაფერი არ გამიჩანე შენთან რა უნდა გამოაჩინო შენთან რო არ იყოს ეგაა გასაკვირი ჩემთან უნდა იყოს მთელი საქმეც მაგაშია ძმა ანუ ჩემთან უნდა იყოს რომ ანუ მანქანა ცოცხალია ხვდები ანუ გესაუბრება გელაპარაკება რომ ანუ გიო მიჭირს რაღაც ხო ხვდები ანუ ეს რა არაფერს არ გეუნება ვაფშე უნდა ზის თავისი ჩუმად ხმაც კი არა ჩემი მანქანის ხმა ხო მოისმინეთ აი ხო ბევრად ჯობია ეხლა ამის მანქანის ხმასაც მოგასმენინეთ ჩაგიცვალთ სადმე ვიდეოში აი ბევრად გასართობი მანქანა ეს ანუ არაფერს არ შვება აი რა ვიცი სალაპარაკოც ძალიან ცოტა ნახე ჯერა პატარა რუჩნოი აქვს ეხლა რო ამოუწიო შეიძლება მოთხდეს ცოტა შორს ეხლა აი შენ როგორც ხარ ჩემი აზრით კან ვერ წეს მე ჩემ მანქანაშიც მასებს ვარ ანუ აი არ მიყვარს აი ასე ვერასდროს ვერ ვატარებ მანქანას აი ხრუსი გარი პატარა ძალიან პატარა ჩემთან როგორი სივრცე იყო ჩესნად იმენა ფიტია ჩემთან ხო უფრო ბევრი სივრცეა ფიტში უფრო მეტი სივრცეა ძმა ეს რა ახი რამდენი წყალი გვაქვს რუსთავში ძმა მე თქვა რომ რუსთავში წყალი არ გვაქვს ფანჯრებზე ვასხავთ აუ ბევრი არაფერი არის სალაპარაკო ამ მანქანაზე ახლა ცოტა ხანში ჩემ მანქანაში რო გადავждებით ცოტა ისეთ ადგილებში მივალთ რა აი ანახებთ რაც არის გასართობი და რაც არის მანქანა არა ძალიან ცუდი არ არის მოკლე შეძამება რო გავაკეთოთ მაგრამ არც ძალიან კაია რა სადღაც შუაში არის აი გააჩნია ჭიქას როგორ შეხედავ ამ მანქანას მე არ ვიყიდიდი ამ მანქანას კი არა არც კი მიფიქრია ოდესმე რომ ანუ ხო ხდები რა არ გიფიქრე F-30 ხო ფიქრო არა ძმაო რა ძმა არა მეთქი ძმაო მეთქი არ მინდა ჩუქნიდნენ ჩუქნიდნენ წაიყვანეო არ მინდა მეთქი ძმაო მუსტანგი მელოდებოდა ჩემი მხეცი ნახე რა ცხოველია ნახე ჭრაჭუნ გაიგე ეს მონდა ვერე ჩემ მანქანაზე იტყვის ბიჭო რაღაცებს ნახე დამასუყო მეტი არ მოდის მეტი რა წამოვიდეს რა ჩემთან ამოწიე ძმა ეგ გადმოდის იმენა ეგ იმენა ნო ურუჩნიკენ და ავიდა ეხლა თუ დაждდა დაღმართია დავაგორებს და ეგ იქნება ხო? სტანდარტული ნორმალური წესიერი არაფრის მომცემი ადამ B პუნქტი მანქანაა რა ეხლა რა ვიცი ეხლა რა გითხრათ ძმაო ვერ გაერთობი ვერაფერი
წემა რა გავყავი მოტორში ფეხი აი ესე ვეთუმარებოდი და 30 ძლივს წამოვედი მე გამოვხდი. ადან ბ პუნქტი მანქანა ცოტა იქით დგას. არა ის ხომ აიბახსვა და კაი შეაფასე ხა ბოლო სიტყვა რა. შევაფასო მეტი რა შევაფასო. ბევრს ვერაფერს ვერ იტყვი შენ მანქანაზე რა მე მგონი მეგობრებო, კაი ვიდეო გამოვიდა. არა, კაი ვიდეო გამოვა, კი. მე უფრო ბრუტალურობას ველოდი რა, ანუ ცოტა რაღაცაი, როგორი მუქარებიც იყო, მე მგონი მთლად ეგრე ვერ წაიღო. აი მეგობრები ვარ. ტაშტი ხო არ არის ძმა? არა, ტაშტი მართლა არ არის, ეხა ვიზუალურად კი რაღაცეები არ მომწონს, მაგრამ მართვისას სიამოვნება მივიღე რა, მაგას ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სამართავი არა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ. ზარიზღილაკი გააქტიუროთ და შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ საინტერესო და სახალისო ვიდეოს რა. შრალი ზონა ყოველთვის ხოდიში. წყალი აღარ გვაქვს. შემდეგი წყალი მანქანაში ძმა შეგიძლია გადმოიტანო და რამე ვიფლექსო. შემდეგი ვიდეო დავაანონსოთ? დაანონს. ლუდების. მოდი შემდეგი ვიდეო მის მანქანა ჩავწეროთ ერთად. შემდეგ ანუ ეგრე ისე მაგრატ ეხავს ეხა რომ აი ამ რაღაცას ვერაფერი ვერ იმასქენით რა. მაგაზე ვერაფერს ვერ იტყვი ძმა. ეს არის ადამიანი. პრიუსი არის ადამიანი. შემდეგ ვიდეოს მეგობრებო ვაპირებთ ლუდების განხილვას. კი. ლუდების განხილვას ვაპირებთ. დღეს ხო ამათ მოედანზე ვიყავი, ეხა რაღაცა მანქანები აქეთ იქით. შემდეგ გადაცემაში ესენი შემოვლენ ჩემ მოედანზე. იქ მოვა ლუდები. ლუდებია შემდეგიო? კი ძმა, აი ესე ვიქნები, აი გავსხივოს. შენი კონტენტი ყოფილა უნდა მოსულ. კი, იმენა ჩემი. თუ გინდა მარტო დამსვით ძმა. შემდეგ გადაცემაში ბაჩო იჯდება მარტო და თავზე დაისხავს, რასაც ვერ დალევს. არა. რასაც ვერ დაისხავს, შაისხავს. ილინა ხოვი. ანუ შეეგარი რა. ეხლა ჩავს სამართავად კაი მანქანა არის. ნადლობს. თავარია, ანუ შეიძლება ყავდეს ჯეტა, პასატი, მუსტანგი, BMW, მაგრამ თავარია ცხოვრებაში არ იყიდო პრიუსი ძმა. ნოლიას მივმართავ ჩვენი იუთუბერ ძმებს. სტარტაპი ვართ ძმაო. შეხედეთ მანქანას, თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ აიყვანოთ, არ მეწყინება, წაიყვანოთ, არც ეგ მეწყინება და რაც მთავარია გააკეთოთ, ეგ ხო ვაფშე არ მეწყინება. მიხედეთ, მოაპიწყინეთ, რისი რადიატორიც გინათ, ის დაუსვით, პროსტა კონდიციონერი ამიმუშავეთ, ძმაო, თორე გავიგუდე, აღარ შემიძლია. მანქანაში დავიტოვებ, ეხლა დავითამ რაც მაჩუკა, იგივე არ უთამ. რაც მაჩუკა ვენტილატორი და ცოტას დავიბერო ხოლმე, ეხლა გზაში ვიბერავდი, არ ვიცი კადრებში ჩანს თუ არა. ეგ არის და ეგ არის რა. კაროჩე, ნოლიას თუ ნახავს ამ ვიდეოს და აი ამ მანქანის პროექტს შემოგთავაზებს რა. რამხელა მადლს მოისხავს, აი ვერ წარმოიდგენს, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გახვიდე, ყველა სიცნობს ჭანკო ვაფშე ძმაო. რავი, ელექტრიკები გინდა, რადიატორის ხელოსანი გინდა, პრაგლატის ხელოსანი, ყველა მიცნის, ვინმე და ჭანკო ვინ არის და პუნქტები. ყველა მალე არ მოვერ გაიწდა. ჯიმში არ დავდივართ აგერ მაგის საძმაკაცო ძმა, იმიტომ რომ ჭანკოს მანქანა ყავს და აიმე ვაწვევით და სულ თემაში, სულ მოჭიმული, სულ კლავები ვტყივა რა. ხო და ნოლიასი თუ ამ მანქანის პროექტს გაგიკეთებს, პირადად მე შუქნი ტრაილერის აკუმულატორს, ეს ორი ცალჩო გადავაერთოთ, რომ ცხოვრებაში აღარ დაგიჯდეს. ხო, აკუმულატორი მინუსი აქვს, ხო, ერთზე გამოეკიდე უნამუსო იყო. ეს ტუალეტის სილიკონი რა არის აქ?